ის ყოველთვის გადაიზრდება ხოლმე პოლიტიკური ოპონენტების მასობრივ დაპატიმრებაში, მათთვის უფლებებისა და თავისუფლებების წართმევაში. აფეთქებები, მკვლელობები და ორგანიზებული ძალადობა ქუჩებში, კამპანიების სიტყვების თავისუფლების ჩასახშობად. და ისინი მუშაობენ მტრულად განწყობილ უცხო სახელმწიფოებთან ერთად, რომლებიც იზიარებენ მათ მისიას, როგორიცაა მაგალითად ერაყ-ირანის მარიონეტული ქსელები. ეს კადრები, ანუ საკუთარი პარტიის ნამოქმედარი უნდა გახსენებოდა მაკაბოჭორიშვილს, როცა ვაშინგტონში ტრამპის ხელისუფლების ლიდერებს უსმენდა. ასე მათ აქ მემარცხენე ტერორიზმი აღწერეს, რაც პრაქტიკულად ოცნების პოლიტიკის აღწერა გამოვიდა. ივანიშვილის მხილებად აღიქმებოდა ტრამპის მრჩევლის გამოსვლაც და ფინანსთა მინისტრის სიტყვაც. ოპონენტების მასობრივი დევნა, ორგანიზებული ძალადობა ქუჩაში თუ შეტევა სიტყვის თავისუფლებაზე. ამერიკელმა ლიდერებმა ტერორიზმის უმძიმესი ფორმები ჩამოთვალეს. მემარცხენე ტერორიზმი ყოველთვის სისხლისღვრით, უბედურებითა და ტანჯვით სრულდება. გარდაუვალია, რომ თავის ნებაზე მიშვებული, ის ყოველთვის გულაგად იქცევა. ის ყოველთვის გადაიზრდება ხოლმე პოლიტიკური ოპონენტების მასობრივ დაპატიმრებაში, მათთვის უფლებებისა და თავისუფლებების წართმევაში, უდიდესი ტკივილის, დამცირებისა და ტანჯვის მიყენებაში, სრული და აბსოლუტური კონტროლის დასამყარებლად. მემარცხენე ტერორიზმი არის იმ გაცილებით ფართო და მზაკვრული ძალისხმევის თვალსაჩინო გამოვლინება, რომლის მიზანია იმ ფილოსოფიების შერყნა, რომლებმაც დასავლური ცივილიზაცია შექმნეს, ამ ქმედებათაგან ზოგიერთი აშკარაა. აფეთქებები, მკვლელობები და ორგანიზებული ძალადობა ჩვენს ქუჩებში. ზოგი კი უფრო ჩუმი, კამპანიების სიტყვების თავისუფლების ჩასახშობად, პოლიტიკური ოპონენტების დასაშინებლად და ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟისთვის. რეპრესიებთან ერთად პრობლემაა ივანიშვილის საგარეო პოლიტიკაც, რაც მარკო რუბიოს სიტყვაში გამოჩნდა. მინისტერიალის ორგანიზატორი სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტია, რომელმაც 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მემარცხენე ტერორიზმის საფრთხეზე მსჯელობისთვის შეკრიბა. ამ კონტექსტში და ასევე ოცნებისთვის საყურადღებოდ სახელმწიფო მდივანმა ირანის ახსენა და თქვა, რომ ცივილიზებული სამყარო სიბნელეს უნდა დაუპირისპირდეს. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ვქმნით ინფრასტრუქტურას, პარტნიორობასა და სტრატეგიას უკიდურესად მემარცხენე ტერორიზმის დასამარცხებლად. ესენი არ არიან განსხვავებული და იზოლირებული უჯრედები, ისინი ურთიერთდაკავშირებული ქსელებია და ისინი მუშაობენ მტრულად განწყობილ უცხო სახელმწიფოებთან ერთად, რომლებიც იზიარებენ მათ მისიას, როგორიცაა მაგალითად ერაყ-ირანის მარიონეტული ქსელები, რომლებიც სულ უფრო მჭიდრო კავშირშია მემარცხენე მებრძოლ ჯგუფებთან მთელ მსოფლიოში. ჩვენ ამ ქსელებს აგურ-აგურ დავშლით. დროა ცივილიზებული სამყაროს ხალხმა თავი დაიცვას, გაერთიანდეს ამ შემოჭრილი სიბნელის წინააღმდეგ და იბრძოლოს იმისთვის, რაც ჩვენია. ესეც პოლიტიკური ტერორის აქტი იყო. ის განცხადება, რომელიც გააკეთა მაშინდელმა ამერიკის ელჩმა კელი დეგრანმა, ესეც იყო პოლიტიკური ტერორის აქტი, როდესაც სამარცხვინო ტყუილი აკადრა ქართულ ხალხს და ამით ხელოვნურად წაახალისა რევოლუციური პროცესები ჩვენს ქვეყანაში, ეს პოლიტიკური ტერორი. ეს კი თბილისიდან ქართული ოცნების პასუხია. ზუსტად მაშინ, როცა ვაშინგტონში პოლიტიკურ ტერორიზმზე მსჯელობდნენ და მისი განეიტრალებისთვის საერთო ძალისხმებისკენ მოუწოდებდნენ. ივანიშვილის პრემიერმა სწორედ ვაშინგტონი დაადანაშაულა ტერორიზმში. თანაც საუბარი კელი დეგნანზეა, რომელიც საქართველოში ელჩად ტრამპის ადმინისტრაციამ დანიშნა. ის კობახიძემ ტერორისტად რუსული კანონის გაკრიტიკების გამო გამოაცხადა. ივანიშვილის პრემიერი ამტკიცებდა, რომ ოცნება თავადაა ექსტრემისტული შეტევის სამიზნე. იმავეც ცდილობდა ვაშინგტონში მაკაბოჭორიშვილიც. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა საბაბით ჩვენი საზოგადოების პოლარიზებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხვრის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით. ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლო, საარჩევნო სისტემისა და სხვა კონსტიტუციური ორგანოების დისკრედიტაციას. ასევე გავხდით მოწმე იმისა, რომ რადიკალური ჯგუფები ძალადობისა და საბოტაჟის აქტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობდნენ. ეს ყველა ჩვენგანს უნდა აწუხებდეს, რადგან პოლიტიკური ტერორიზმი ყოველთვის არ ვლინდება თვალსაჩინო ფორმით. თუმცა კობახიძისგან განსხვავებით, ვაშინგტონში ბოჭორიშვილს ამერიკაზე პირდაპირი თავდასხმა არ გაუბედავს. პირიქით, მან მოუწონა კიდეც ტრამპის ხელისუფლებას პოლიტიკური ტერორიზმის საფრთხით დაინტერესება და ისე წარმოაჩინა თითქოს ამ საქმეში ივანიშვილიც ტრამპის მიმდევარია. მაშინ, ანუ თუ მიზანი ამერიკისთვის თავის მოჩვენება იყო, რით აიხსნება კობახიძის გამოსვლა. თავდასხმები და მოლაპარაკება, ანუ ის ცდილობს ერთი მხრივ ძალის პოზიციონირებით წარმოჩინდეს ამერიკასთან მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ მეორე მხრივ დაადანაშაულოს ისინი ასევე ღია ტერორიზმში და მათი წარმომადგენლები, მათი ელჩები. ეს არის ის რუსული მეთოდი და სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ქართული ოცნება რუსული მეთოდებით იმართება.
საკუთარი გამოსვლით კობახიძემ ამ ფოტოსაც კი დაუკარგა პროპაგანდისტული ეფექტი. საქმე ისაა, რომ მინისტერიალის შემდეგ გადაღებულ ამ სურათში მაკაბოჭორიშვილი მარკო რუბიოს გვერდით აღმოჩნდა. ოცნებამ კი ეს პროტოკოლური განლაგებაც იმის სამტკიცებლად გამოიყენა, თითქოს შტატებთან ურთიერთობის ნორმალიზება ხერხდება. კომიკურია, რომ დინარაძე ამას კობახიძის განცხადების შემდეგაც კი ცდილობდა. ძალიან სიმბოლურია, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმ ფონზე, როდესაც საუბარია ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან მის გვერდით დგას, სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას და ზოგიერთ ტელევიზია მოსაერთოდ არ ამჩნევს მაგალითად, მაგრამ ამას განსაკუთრებულ ხარისხში ნუავიტანთ, ჩვეულებრივი ამბავია, ძალიან პოზიტიური, ხაზს უსვამ სიტყვებს შესაძლო ნორმალიზების გზაზე. ეს არის ძალიან კარგი ჟესტი მასპინძლების მხრიდან. ამ პირობებში ამერიკასთან დაალგების რა შანსი აქვს ბიძინა ივანიშვილს ან რა ჩაითვლება მისთვის დაალგებად. რეჟიმის ოპონენტები ამბობენ, რომ ოლიგარქის მიზანი საკუთარ მმართველობასთან შტატების შეგუებაა, თუმცა ამისკენ გზა არც კონფერენციებში მონაწილეობაა და არც მით უმეტეს ვაშინგტონზე თავდასხმა. არამედ ოლიგარქმა მისთვის მიცემული ინსტრუქცია უნდა შეასრულოს. რა თქმა უნდა, როცა საუბრობთ ივანიშვილზე, ის ცალსახად აკეთებს ფსონს და აკეთებდა ფსონს ავტორიტარულ სამყაროზე, თუმცა მას კარგად ესმის ამერიკის სიმძლავრე რეგიონში, ამერიკის ეს ეფექტური საგარეო პოლიტიკური ქმედებები, ამიტომაც ცდილობს, რომ გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, საკუთარი დიქტატურით დაალაგდეს ამერიკასთან, თუმცა დიქტატურით დაალაგება არ და ვერ გამოდის. ქართულ ოცნებას არ გააჩნია არანაირი იდეოლოგია, ანუ ის არც მემარჯვენეა და არც მემარცხენეა, ერთადერთი რასაც ცდილობს არის, რომ რაღაცა ნაკუწები, ასე ვთქვათ, სხვადასხვა იდეოლოგიის გამოიყენოს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. პირდაპირ ირონიულია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ესწრებოდა მინისტერიალს, იქიდან გამომდინარე, რომ აი ამჟამინდელი ამერიკის ადმინისტრაციის იდეოლოგია რაც არის, სწორედ იმას გულისხმობს, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტები იყოს კანონის უზენაესობა, ინდივიდუალური უფლებები არის უმაღლეს ხარისხის წარმოდგენილი და ამის ყველაფერს საპირისპიროს აკეთებენ. სინამდვილე არის ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დაწესებული აქვს ძალიან კონკრეტული ფასი, კონკრეტული ნაბიჯების ნუსხა, რომელიც რეჟიმმა უნდა გადადგას სტაბილიზაციისთვის. ამ რეჟიმმა თქვა, რომ ისინი არაფერებენ რუბიოს მოსმენას. რა სჭირდება შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვას? ეს ბიძინა ივანიშვილის მთავრობას არაერთხელ განუმარტეს. სახელმწიფო დეპარტამენტი არ იღლება იმის გამეორებით, რომ ოლიგარქის ხელისუფლებამ იცის, რა ნაბიჯები უნდა გადადგას. საყურადღებოა ისიც, რომ შტატებიდან ბოჭორიშვილი პირისპირი შეხვედრების გარეშე ბრუნდება. მან განცალკევებით ვერც ამერიკის და ვერც სხვა ქვეყნის ლიდერებთან ვერ შეძლო შეხვედრის ორგანიზება.